კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან წელიწად ნახევრის თავზე ოპოზიცია ახალი კონფიგურაციით განაგრძობს ბრძოლას. ნაწილობრივ დარღვეული ბოიკოტის შეთანხმება, ახალი ოპოზიციური ალიანსი და გაყოფილი პოზიციები. არჩევნების შემდეგ სისტემური ერთობის არაერთი მცდელობა ვნახეთ, თუმცა დღემდე არსებული ყველა ფორმატი წარუმატებლად დასრულდა. ჯერ სალომე ზურაბიშვილის ეროვნული ქარტიის მოგვიანებით საკოორდინაციო ფორმატის და შემდეგ წინააღმდეგობის პლატფორმის გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერც გაერთიანებული ფრონტის შექმნა და შენარჩუნება და ვერც ერთი ფორმატის ირგვლივ ერთიანობა ვერ მოახერხეს. საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური სუბიექტიდან 2 ახლა დამოუკიდებელი სტრატეგიით განაგრძობს პოზიციონირებას და მოქმედებას. არც ლელო და არც გიორგი გახარიას პარტია არ შეუერთდა 3 კვირის წინ ფორმირებულ ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც 9 პოლიტიკურ ძალას, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მოქმედ და ყოფილ ლიდერებს აერთიანებს. ალიანსი, რომლის წევრებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებოდნენ, ბრძოლის ახალ გეგმას აცხადებენ. დაანონსდა ეროვნული მობილიზაციის ორთვიანი კამპანია, რომელიც რეგიონებში გასვლას, ხალხთან კომუნიკაციის გააქტიურებას და დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას ითვალისწინებს. რატომ გაჩნდა სკეპტიციზმი გუშინ წარმოდგენილი გეგმის მიმართ? რატომ კეთდება სულ უფრო ხშირად ცალკეული პოლიტიკური აქტორებისგან განცხადებები შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე და რატომ გაიყო იმ პოლიტიკური ძალების გზები, რომლებიც არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლების შეცვლის ტაქტიკას ერთად გეგმავდნენ. შიდა პოლიტიკური პროცესები რეგიონში სამხედრო დაპირისპირების, უსაფრთხოების, გაზრდილი რისკების და საგარეო გამოწვევების ფონზე. ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია, ლელო ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი და ქართული ოცნების პოზიციით დეპუტატი გიორგი გაბუნია. იაგო ხვიჩია იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, სწორედ მასთან დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას, მასთან საუბრით. საბატონო იაგო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ მომწვიეთ. მოკლედ, განსაკუთრებული იყო ის სკეპტიციზმი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმენთ თქვენგან, მას შემდეგ რაც ახალი გეგმა და სტრატეგია წარადგინა ოპოზიციურმა ალიანსმა. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ახალი ფორმატი არ იქნება წარმატებული არც ამჯერად? იმიტომ რომ მე ასეთი ფორმატები მინახავს. ერთ-ერთში მეც ყოფილა თავის დროზე, როცა პოლიტიკაში შემოვიდგი ფეხი ამის მონაწილე და მე ვიცი, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ტიტანიკი. სადაც ქართული ოცნება ახლა ჩამოაყენა ეს გემი და ეპატიჟება ხალხს, რომლის კაპიტანი არის ჩერგო და გვარამია, არ ვიცი, ან ბოცმანი ერთი მეორე კაპიტანი და ეპატიჟებიან ხალხს, კარგი მუსიკა უკრავს ამ ტიტანიკზე და ეუბნებიან, რომ მოდითო შემოგვიერთითო და სინამდვილეში ყველას ესმის, რომ ყველა არჩევნების წინ ასე ხდება. მე გითხარით, მე 12 ამისი მონაწილე ერთ-ერთი თავის დროზე პატა ბურჭულაძის პარტია იყო ასეთი ტიტანიკი. შემდეგ არჩევნებზე, აგერ წინა არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებზე, გვარამიას პარტია იყო ასეთი ტიტანიკი, სადაც თუ შეხვიდოდი, კარგად გამოიყურებოდა მომზიდვა, ფული ქონდა, ჭკვიარლებდა, მუსიკაც უკრავდა, კაი საჭმელები იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში იცი, რომ ის განწერულია ჩასაძირად, როგორც მოხდა თავის დროზე ბურჭულაძის შემთხვევაში, შემდეგ მოხდა აგერ იმის შემთხვევაში, რა ქვია, 2024 წელს გვარამიას შემთხვევაში და ახლაც უბრალოდ ხალხი გონია ძალიან სულებრივ ზუსტად იგივე საჭმელი. რა დაზიანდება ამით, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ გავლენ 2 თვის განმავლობაში ივლიან რეგიონებში შეხვდებიან, მოსახლეობას გააქტიურებენ, მათთან კომუნიკაციას, ვთქვათ, რაღაც გარკვეულ საინფორმაციო კამპანიებსაც ჩაატარებენ და შემდგომ 26 მაისს შეკრებენ მხარდამჭერებს უკვე დედაქალაქში. ჩემი აზრით ამ წელს იქნება არჩევნები. მე ასე მგონია. პარლამენტო ვადამდელი ხო, მე ასეთი ვერსია მაქვს და ჩემი გეტყვით რა ამყარებს ჩემს ვერსიას. ეს ზოგადად ტიტანიკის შემოგორება, პოლიტიკური ტიტანიკის არის წინა საარჩევნო წელს, იმიტომ რომ როგორ ვთქვათ, მასეთი სულელი არავინ არ არის, რომ იმას ვერ მიხვდეს, რომ 3 წელიწადში რო არჩევნებია, იქამდე ეს კოალიცია ვერ მიაღწევს. თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებებისთან თქვა რაღაცა გარკვეული შეთანხმებით ხდება ეს? რა თქმა უნდა, ეს ასე იყო. ეს ასე იყო, ანუ რასადმე წავიდა ის შეკითხვა 40 მილიონი სადიშოვა გვარამიამ. ახლა სადიშოვიან ფულს, ან საჩოულობენ. უბრალოდ ხმას არავინ არ იღებს, იმიტომ რომ ყველას უნდა ამ ტიტანიკში მოხვედრა. ხო და ვის აწყობდა საერთოდ ამ ტიტანიკის მოქოქვა აქამდე? თუ არჩევნებს არ აპირებ. ან რაღაცა მსგავსის გეგმა ბეარა გაქვს მაინც გადადებული, იმიტომ რომ ხო შეუძლებელია 3 წელი, მე მგონი არც ერთი წელი რო გააჩეროთ, რო გითხოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ 3 წელი გაძლევს ეს რაღაც ალიანსი, შანსი არ არის ეგვინემ დაიჯეროს. და რატომ ვერ გაძლებს? არა, შანსი არ არის, როგორ შეიძლება ისეთი ხალხია იქ მოყრილი, რომ ეგენი ნეტა ქართულ ოცნებაში შევიდნენ, ერთ დღეში დაიშლება ქართული ოცნება. ჩერგო და გვარამია ნეტა ქართულ ოცნებაში იყოს, ალიანსში კი არა.
ისი ბიზნეს ფულებიც კი ვერ უშველი და ის დაიშლებოდა. ცევის კოდექსი შეიმუშავეს, ხელი მოაწერეს, რომ თქვა და თავი შეიკანონ ერთმანეთის კრიტიკისგან, რაც მათი აზრით ისევ ოპოზიცია. არა, მე არ ვიცნობ ისეთ კოდექსს. მე არ ვიცნობ ისეთ კოდექსს, რომელიც გვარამიას და ჩერგოს პარტიაში იმუშავებს და ამათ ქცევას გააკონტროლებს. პირველ რიგში ამ კოდექსმა ამათ ქცევა ხონდა გააკონტროლოს. უბრალოდ ესეთი კოდექსი არ დაიწერება, შანსი არ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, ეს არის ძალიან ჭკვიანური გეგმა. აი 2024 წლის 25 წლის არჩევნები ხო ვნახეთ. ნახევარი ხალხი რო იძახდა არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო. ნახევარი რო მივიღოთ მონაწილეობაო და 80% რო მიიღო ქართულმა ოცნებამ. აქ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არ ვიცი, ჯერ კი იძახიან არ მივიღებთო, მაგრამ გამორიცხული არ არის რომ მიიღო. ანუ ხელისუფლების გეგმაა. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილ გეგმაბე, როგორც აი თავის დროზე ვიძახოდით, რომ პრეზიდენტის ქარტია არისო, ხელისუფლების გაკეთებულიო და არაფერ კარგს იკეთეს არ მოგიტანსო. ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც გვარამიას პარტიაში იყვნენ, რა ხა მოწმეთ როგორ დამიდგნენ საჯარო სივრცეში, მაგრამ საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვეუბნებოდი, რომ ხალხო გადაგაგდებენ, ესე არ იწერება მისთვის, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს. იმიტომ რომ ეს არ ყოფილა მოსაგებად ქართული ოცნებისთვის, მოვუგოთ ქართულ ოცნებას, რომ იმიტომ დაწერილი გეგმა არ ყოფილა. ეს გეგმა ახლაც რაც იწერება და არჩევნები თუ ჩატარდება, იმიტომ კი არ იქნება, რომ ზეწევა მოახდინეს ქართულ ოცნებაზე. შეაშინეს და არჩევნები დაანიშნეს. არამედ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას აწყობს ეს. ჩემი მთავარი არგუმენტი, რატომ შეიძლება ეს არჩევნები იყოს, გარდა იმისა, რომ ეტიტანიკი შემოაყენეს. და არამედ მარტო ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ქართულ ოცნებას აწყობს. შინაარსობრივად ამ სიტუაციაში წინა არჩევნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ სამომავლო გეგმებზე ფიქრობდეს, როგორი საქართველო უნდა, ხალხს ასეუნება ბიზნეს მაგივრად რა იქნებაო. ამის ნაცვლად მიდის რეგიონებში. რეგიონი ხო ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური მოუსავლეთი. იქ როცა ამას ამბობ, სინამდვილეში გადიხარ შვებულებაში. და ხალხს ეუბნები, რომ ხალხო, არ მომიკითხოთ, მე რეგიონებში ვარ. არც მე არ გკითხულობ, იმიტომ რომ რეგიონებში ვარ. ესეც თქვა გათვლა, რომ ელექტორატი ფიქრობენ, რომ იქ შეიძლება უნდათ უფრო გაზარდონ ელექტორატი და ესეც რაღაც სტრატეგიის ნაწილია, რომ რეგიონებში თქვა იმუშაონ საკუთარ მხარდამჭერებთან და მათი რაოდენობის ზრდაზე. მე უბრალოდ ფიზიკურად, მათემატიკურად სუსისულელი მეგონა ეს და ვფიქრობ, რომ ახლაც ეს ჩემს კოლეგებს კარგად ესმით. რეგიონებში ესე რომ დადიოდნენ ერთხელ რომ გაივლიდნენ სადღაც, ვიღაცას შემხვედრ 10 კაცს რო ხელს ჩამოართმევდნენ. ამას რო გადაიღებდნენ და ვიღაცას აჩვენებდნენ, მათვისაც კი ცნობილია რომ ეს დრო წავიდა. და შესაბამისად რეგიონებში წასვლა არასდროს არ ნიშნავს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, მე არ შემეჩნდება ამის თქმა, არ ნიშნავს იქ ახალი ხალხმწერის ძებნას. მას სხვა ეტიმოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში. და ნიშნავს იმას, რომ სხვა არაფერი საქმე არ მაქვს, ვერაფერს ვერ გეუბნებით ხალხო და წავედი რეგიონებში. აი სულ ასე იყო ეს და ვინაიდან ახლაც ეს ასე ხდება, ძირითადად ამ რეგიონებში და ამ ახალის და მთელი ამ კოალიციის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ გაზაფხული გადაიტანოს მშვიდად, ისე რომ აქ არ იყოს არანაირი მიტინგი, მოთხოვნა, მართლა რეალური პროტესტი არ წარმოიშვას, იმიტომ რომ ხალხი ელოდება, როგორც 4 ოქტომბერს რო ველოდებოდით, ხო გახსოვთ? მაისში რო ველოდებოდით, რომ 4 ოქტომბერს დავამხობთ ხოცებს, რა დროს არჩევნებია, ხალხო დავამხობთ ხოცებს და ასე შემდეგ. ზუსტად ასე დაკიდეს ახლა 26 მაისს. რა მოხდება? არაფერი რა უნდა მოხდეს? რა მოხდა 4 ოქტომბერს? ვიღადნი ადამიანი დაიჭირეს, ახლა უფრო შეიძლება ჭკვიანი ხალხი აღმოჩნდეს, ნაჯდომები არიან თან ციხეში და ბევრი ამიციან უკვე. თვითონ არ საჯდებიან, უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და 26 მაისს დაიშლებიან. მაგრამ ხალხს 26 მაისამდე მიატანინებენ რაღაცა უაზრო მოლოდინით. და სინამდვილეში, აი მართლა ისე 26 მაისს ისე იქნება სიტუაცია, რომ ქართულმა ოცნებამ რო დანიშნოს არჩევნები, არავინ არ იქნება მზად არჩევნებისთვის. და მთელი ამოცანა ეს აბდაუბდა, იმიტომ ხდება, რომ არავინ არაფრისთვის არ მოემზადოს. ხო და მე რაღაცნაირად მინდა რომ ჩვენ სამომრჩევლებს რაღაც აუხსნა, რომ ხაი ხალხო, მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო კამპანია უნდა დავიწყოთ. იმ გაგებით, რომ ეს დაწყებულია ჩემი აზრით. ოღონდ უცნაურად არის დაწყებული. დაწყებულია აი ასე რაღაცა მართული ოპოზიციის გემის ჩამოყენებით, რომელსაც მე როცა მოუნდებათ რა ფორმითაც უნდათ ისეთი ფორმით ჩაძირავენ. მაგრამ არჩევნები იქნება მოგებული, როგორც ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოგებულია და პრეტენზია ხო არავის არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან. ანუ ფიქრობთ, რომ იქნება ვადამდელი არჩევნები? არა, იცით როგორ არის ხა მე ხო არა ვარ ბიძინა ივანიშვილი, მარტო მას შეუძლია საკითხი გადაწყვიტოს, მაგრამ მე ვხედავ რომ რა სიმპტომებიც აქვს ამ მთელ პროცესს, რაც არის. ეს შემთხვევით არ ხდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილზე მე მის ინტელექტუალურ მონაცემებზე კარგი წარმოდგენა მაქვს და ვიცი რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ 3 წელი ეს კოალიცია ვერ გაძლებს. მაშინ რატო ერთ კაპიკს ხარჯავს ამაზე? თუ არჩევნებს 3 წელიწადში აპირებს. თორე შეიძლება შევწდე და რა თქმა უნდა, აგერ ბევრი ფაქტორია, მათ შორის პატრიარქის გარდაცვალების ფაქტორი ხო არის, მოლოდნელი ფაქტორები რაღაც გეგმაში და მაშინ ბევრ ამას შეცვალოს, მაგრამ
გეგმიურად რაც მიმდინარეობს ამ წუთას რაღაცა ვითომ სიმძიმის ძალის შეკრება როგორც თავის დროზე იყო ის ქარტია რო იყო პრეზიდენტის და რაღაცა რო ეგონათ და ხალხი რომელსაც ერთმანეთი ძულს ერთმანეთის დანახვა არ უნდა არაფერს ერთმანეთში არც არ ეთანხმება იმის გამო რომ არ ილაპარაკონ იმიტომ რომ ერთმანეთს არ ეთანხმებიან რეგიონებში ხო, მაგრამ ჩვენ ნახეთ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ვნახეთ იგივე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის განცხადება, როდესაც თქვა იყო მათ ლიდერს, ერთ-ერთ ლიდერსა და ამ ალიანსში გაწევრიანებული პოლიტიკური ძალის ლიდერს შორის დაპირისპირება, განცხადება გავრცელეს თავისივე წევრსაც უსაყვედურეს და მოუწოდეს რომ თავი შეიკავონ, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ რომ ის ქცევის კოდექსი რაც ალიანსის წევრებმა გააფორმნენ, დაიცვან და ურთიერთკრიტიკისგან და დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ. ნუ თქვენ არ მიიჩნევთ ახლა ამას, ანუ არ გჯერათ, ანუ ამ კოდექსის და მათი განცხადებები. არა, ეს არასერიოზულია უბრალოდ რა კოდექსია საუბარი. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან გასაგებია ეს ამბავი. უბრალოდ პოლიტიკურ სპექტრში, ახლა თუ იდიოტი თუ არა ხარ, მე მგონი ძალიან გასაგები უნდა იყოს, რომ არაფერი ამ კოალიციიდან არ გამოვა. ამ ხალხს ერთმანეთი ეზიზღება, ერთმანეთი ძულს, ერთმანეთთან, ანუ ერთმანეთ ვიღაცამ რო განცხადება, მაგალითად, ამ ალიანსში არის ხალხი, რომელსაც ნაცები ცოტა ხნის წინ ჩემს გადაცემაში ეძახდნენ ბიზნეს მოსყიდულს, ამბობდნენ რომ არასდროს არ ეთანამშრომლობენ, ამბობენ რომ ფული საიდან მოიტანეს იმათმა ვერ ახსნეს. და ახლა იმის გამო რომ მიშა არის ტყვე და სხვა გზა არა აქვს რომ მაინც ამათთან ეთანამშრომლობს და თქვათ რომ მეც ამათთან ვარო, აი ამ მიშას ამ სისუსტით სარგებლობენ. და ხალხს ატყუებენ რომ თითქოს რაღაც ოპოზიციურ გაერთიანება. თქვენთან კომუნიკაცია თუ არის, მაგალითად იგივე ალიანსის შექმნამდე თუ იყო კომუნიკაცია რომ ამ ალიანსში თქვენც გაერთიანებული ყავით ან შემდგომ ჩვენ კოლეგები კარგად გვიცნობენ. გაგვიცნეს წინა პერიოდის განმავლობაში, ჩვენც კარგად ვიცნობთ და ყველაზე მეტად რაც გვირთულებს ურთიერთობას არის ის რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით მათზე. და შესაბამისად ეს იმდენად უხერხულობას ქმნის, რომ თანამზრახველები როა შეკრებილი, რომელსაც ქართველი ხალხის მოტყუება აქვს დავალებული, შემოტყუება გემზე იმ ხალხის, რომელიც პოლიტიკით ახლა ინტერესდება და მე მათი გადაყრა, როგორც გითხარით, ეს მე მაქვს გამოვლილი და წინ აგერ ამასწინათ ამ ეთერში ცოტნე კობერიძე იჯდა და მას აქვს გამოცდილი. ანუ ფიზიკურად ვიცით, ადამიანები არსებობენ, ცოცხალი ადამიანები, ვიცით თავის დროზე არ ვიცოდით რაღაცა, შეცდომა დაუშვით და რაღაცა გეგონა რომ ესენი მართლა ოპოზიციონერები იყვნენ, საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ ტიტანიკი ჩაიძირა. ახლა ზუსტად იგივე ხდება. უბრალოდ ხალხი შეიცვალა, სხვა ახალი ადამიანები არიან, ჯერ არ აქვთ მათ ასეთი გამოცდილება და ნუ ხა პირველ შეცდომას მე მგონი ყველა უშვებს თუ ეს კარგად არის ორგანიზებული. მე მინდა რომ ახლავე დავიწყო ლაპარაკი იმაზე რომ ეს შემთხვევით არ ხდება. რაღაცას ვიღაცა აპირებს, მათ შორის შეიძლება არჩევნებს და ახლავე ხდება მომზადება იმისი, რომ საზოგადოებას, აი როგორც 4-5-95-ო გაყვიროდნენ და მე ხალხი პარლამენტში არ შეუშვეს და მარტო დატოვეს კოცები იქ. ზუსტად ასევე ხდება. ნიადაგის ჩაკრა იმაში, რომ თითქოს ესენი არიან თავარი ოპოზიციონერები. ამიტომ არის გაჩუმებული, წარმოგიდგენიათ ახლა მართლა ის ხალხი ერთმანეთს რაები აქვს დალაპარაკები, უბრალოდ ხო გახსოვთ თქვენ? და თუ ჩაინიშნა ადამდელი არჩევნები და ამ ალიანსმაც გადაწყვეტა მასში მონაწილეობა მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით და ბოიკოტი გზას ამ შემთხვევაში აღარ მიმართავენ. მათ რესურსებს და მათ შანსებს როგორ შეაფასებდით? ეს უკვე არის რამდენად, როგორ გითხრათ, რამდენად გულუბრყვილოა ჩვენი მოსახლეობა. აი, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს ვუთხრათ, რომ ხალხო, აი ეს თამაში ერთხელ იყო 2016-ში იყო ეს თამაში. 2020-ში ცადეს ეს თამაში, ჩვენ შეუშალეთ ხელი. აი პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით. 2024-ში მიიღეს მონაწილეობა პარლამენტში და მე არ შევიდნენ, ხო გახსოვთ? ანუ წარმოიდგინე ერთ შემთხვევაში არ მიიღეს მონაწილეობა, ჩვენ არ მივაღებიეს მაშინ მონაწილეობა და თვითონაც ვერ გადაახეს ბარიერი. 2020-ში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ცოცხალი თავით არ შედიოდნენ პარლამენტში. ზუსტად ეს ხალხი, ეს კონსოლიდირებული ვითომ ოპოზიცია, რომელიც სულ გაურკვეველი ფულით ფინანსდებოდა ხან კოლ-ცენტრების, ხან კოცების ფულით და ახლაც ვიღაცის ეგეთის ფულით დაფინანსდება, ქართული ოცნების კურთხევით რა თქმა უნდა. და 2024-ში ეს ახლაც კიდე მეოთხეჯერ ხდება ამ თამაშის შესრულება ქართული ხალხის თვალწინ. და ჩვენ რაღაცნაირად გვინდათ რომ ხალხს უთხრათ რომ ხალხო, დააკვირდით, ოდნავ დაფიქრდით. ხო ხედავთ რომ ამ ხალხს არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა. და თუ თქვენ რეალურად მიიჩნევთ ადამდელი არჩევნების პერსპექტივას, თქვენ როგორ ემზადებით? ბრძოლის რა გეგმა, რა ტაქტიკა და რა სტრატეგია გაქვთ? თუ ასეთი არჩევნები იქნება და მიიღებთ მონაწილეობას. იცით როგორ არის არჩევნები, როცა არ გამოცხადებულა ზოგადად. შენ უბრალოდ ფიზიკურად არ გამოცხადებული არჩევნების თარიღი შენ თვითონ გამოაცხადო და იმისთვის ემზადებოდე, მე მგონი ეს სწორი არ არის, მაგრამ პირველი ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ეს, რომ ხალხს, რომელსაც ახლა რომელიც არ ფიქრობს, რომ არჩევნების წელია ეს.
იმას ვეუბნებით, რომ ხალხო, მოდი დაფიქრდით, აი ცოტა თქვენი დრო დაურთმეთ პოლიტიკის შეცნობას, იმიტომ რომ თუ ამას დროს არ დაუთმოთ, ბოლო ერთი თვე როცა ეს კამპანია დაიწყება, საერთოდ აზრზე ვერ მოხვალთ რა მოხდება. ისევე როგორც აზრზე ვერავინ ვერ მოვიდა რა მოხდა წინა არჩევნებზე, ისე მორჩა ყველაფერი. ისე დაждდნენ ხოცები მარტო 100%-ით პარლამენტში, რომ საერთოდ ხალხი ვერ მიხვდა ამ ყველაფერს. ხო და ახლა მინდა თავიდანვე ავუხსნათ. გარდა იმისა, რომ ადამიანები უჭირდება, იმიტომ რომ მართლა ხვალ არჩევნები დანიშნოს, მე ხალხი მაკლია. ან პრობლემა გვაქვს ხალხის, ვისაც უნდა პოლიტიკოსობა, ვისაც უნდა რომ პირობითად მისი სახელი აღმოჩნდეს სალანძღავთა სიაში და ცუდ პროფესიის სიაში და ასე. რაც პოლიტიკოსებს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში გადატანილი გვაქვს. ამის გარდა მე მინდა რომ ადამიანებს უთხრა რომ ხალხო, აი მართლა თქვენი ბრალია ის რომ აი მანქანების შემოყვანა რო აკრძალეს ახლა ამ წუთას, პლასმასის ბოთლებს რო ებრძვიან, აი 1000 სიგიჟე, რო ყველაფრის ფასი ძვირდება, რო ჯარიმები იმატებს, რომ კანაფის მოხმარების გამო ხალხს რო არ იჭერდნენ. და ახლა რომ პანტაპუნტით იჭერენ, ბარიგებს რო ეძახიან 2500 კაცი დავიჭირეთო რომ გაიძახიან და ჩოლობად ვიღაცამ ჯოინტი მეგობარს გადააწოდა ამის გამო ბარიგად რო უზით ციხეში. აი წარმოიდგინეთ, აი ეს მოხდა იმის გამო, რომ ადამიანებმა მარტივად ჭამეს რაც მათ შესთავაზეს. ხო და მე ვცდილობ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი არხი ერთ-ერთი გამონაკლისია ამ შემთხვევაში, მაგრამ არხების უდიდეს ნაწილში დაბლოკილი ვარ უბრალოდ, ვცდილობ ხალხს ავუხსნა ის რომ თუ არ დაფიქრდებით, თუ არ მიხვდებით იმას, რომ აი ეს შემოგდებული ოპოზიციური თემა, რომელიც უზრდელურად, არაკვალიფიციურად ლანძღავს ხელისუფლებას, ის არ არის ოპოზიციონერი. ის არის ოპოზიციაში შემოგზავნილი ტიტანიკი. სადაც თუ შენ ცდუნდები და იქ ახვალ, იმიტომ რომ ჭკვიალა ნივთებია და კაი მუსიკა უკრავს, ჩაიძირები. ხო და მე მინდა რომ რაც შემიძლია ის ადამიანები გადავარჩინო როგორც ტიტანიკზე ასვლისგან, ისე რაღაცა გულშემატკივრობისგან უაზრობის, რომლისგანაც არაფერი არ გამოვა და ეს წინასწარ არის ცნობილი. და სალომე ზურაბიშვილის როლსაც ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალიან აქტიურად იყო და პროტესტის ავანგარდში იყო 2024 წლის, თქვათ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ. სწორედ მის გარშემო ხდებოდა პოზიციების შეჯერება, სამოქმედო გეგმების, სტრატეგიების, ტაქტიკების განსაზღვრა. მან 31 მარტს ზუსტად 1 წლის წინ მან გამოაცხადა წინააღმდეგობის პლატფორმა, შემდეგ თქვა, რომ 26 მაისს დაგეგმეს აქცია, რომ აღლუმს ჩაიბარებდა. ანუ სალომე ზურაბიშვილის გარშემო იყო მთელი ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი შემოკრებილი. დღეს რატომ არის ის დისტანცირებული თუნდაც ამ ალიანსის? მე სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიიდან ერთ პატარა რაღაცა შეგახსენებთ. არჩევნები რომ მორჩა 2024 წლის. პირველად ქალბატონი სალომე გამოვარდა და დაიწყო ყვირილი არჩევნები გაყალბდაო. მაგის მერე აყვნენ სხვები. ნუ გვარამია იქვე იყო სინქრონიზებული რა თქმა უნდა. ამას საბოლოო ჯამში მოყვა ის რომ მარტო ზიან ქოცები პარლამენტში. აი ამ თელ კამპანიას არაფერი სხვა არ მოყვა გარდა იმისა რომ ოპოზიციამ დაკარგა წელიწადში ლეგალური, სრულიად ლეგალური დაახლოებით 25 მილიონამდე წელიწადში ოპოზიცია რომელიც ახლა გაზვალყავებული დადის და ამითი ყველაფერი მათ შორის მთელი ის ორგანიზებული სტრუქტურა, ქსელები, ყველაფერი დაანგრიეს. აი ეს მოყვა პრეზიდენტის განცხადებას და არაფერი კარგი არ მოყოლია ოპოზიციისთვის. არასდროს. და ჩვენ ამას როცა ვამბობდით, როცა ქარტია პირველად შეიქმნა, რომ ეს ქალი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის როგორ გითხრათ, არის კარგი თანამშრომელი, რომელიც აი კარგად ემსახურება. უბრალოდ როლი აქვს განსხვავებული. როლი აქვს ის, რომ ოპოზიციაში იყოს გულმოდგინე ოპოზიციონერი, მაგრამ საქმეზე რომ მოვა, ყოველთვის ყველაფერი გააფუჭოს. და ამას აკეთებდა იდეალურად, ამას აკეთებდა სულ. უბრალოდ როცა რაღაცა დანახვა არ გინდა, ეს როგორი რაღაცაა, იცი რომ აი როცა ვიღაცაზე შეყვარებული ხარ და ვის ნაკლს ვერ ხედავ. აი უბრალოდ სალომეზე როგორ შეიძლება და ერი გაგიჯებული ყომე არ მესმის, მაგრამ აი ფონად შეუქმნეს ისეთი რაღაცეები, რომ იცით რა, აი ნახეთ ქალბატონი პრეზიდენტი, ლეგიტიმური პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ხალხმა ეს სისულელი დაიჯერა. და მე მინდა რომ რამენაირად ადამიანებს ავუხსნა, რომ აი სანამ კრიტიკულად არ შევხედავთ ჩვენს არჩევანს. სანამ მართლა არ გავიაზრებთ, არა პანიკაში ხმა არ დაიკარგოს და 4-5-85 და ასე შვიდად დავფიქრდებით. გავიაზრებთ რა გვინდა, საერთოდ რა გვინდა, ჩვენ მთავრობას რას ვთხოვთ, რა არ მოგწონს ქართული ოცნების. იმიტომ რომ რაღაც რო არ მოგწონს, ხო ფაქტია. და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, რა არ მოგწონს. მიდის ლანძღვაგინება, შე რუსო, შე აგენტო, შე ასეთო, შე ისეთო და აი თუ რამე ხალხს არაწყობს ხალხი, რომელსაც არ შეუძლია კონკრეტულ თემაზე სიღრმისეული დისკუსია, მსჯელობა და იმის გარკვევა რაციონალურად რა არის სწორი ამ ქვეყნისთვის და თან ქვეყანაში ჩვენს გარდა პოლიტიკოსებს, პარტიები იმ ნიშნით კი არ არჩევენ, რომ მათ რამე კვალიფიკაცია გააჩნიათ, რაღაცა თემა იციან
და სიღრმისეულად გაანალიზებენ ამას. არა, ყველას სჭირდება მწვანე ღილაკზე თითის დამჭერი ადამიანი. და ახლა ვისი შენი მწვანეზე თითის დამჭერი ადამიანი მოერევა თუ ჩემი, აი ეს არის კონკურსი პოლიტიკური და აი სანამ ადამიანები არ მოთხოვენ საკუთარ პარტიებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობენ ამ ქვეყნის მომავალთან მიმართებაში, ჩემი აზრით არაფერი არ გვეშველება, ჯარიმებიც გაიზრდება, მანქანებსაც აქამდე ხო 10 წელიანი იყო აკრძალული და 6-მდე ჩამოიყვანეს, 3-მდე ჩამოიყვანენ. ანუ ზოგადად თუ შენი დაჩაგვრა შეიძლება იმიტომ რომ მარტივად მოსატყუებელი ხარ, რატო ვიწვალო? არ ვერ ვხედავ თქვა წინაწყლებისგან განსხვავებით იმას, რომ მათ თქვენთან არ უნდა თქვა კომუნიკაცია, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ვუსმენდი თქვენს დიალოგს ანა წითლიძესთან და მან თქვა რომ მომხრია შეიქმნას დიდი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც ის თქვენს თავსაც, თქვენს პოლიტიკურ ძალასაც მოიაზრებს, მაინც რატომ გაქვთ აი ასეთი სკეპტიციზმი, თუნდაც იმ ახალი ალიანსის გაფართოების მიმართ. თქვათ ხო შეიძლება რომ ეს ალიანსი გაფართოვდეს და თქვათ რაღაც პრინციპებზე შეჯერდეთ თქვენ, ან მოგისმინენ ყოველ შემთხვევაში, აი ამ ის რომ თქვათ მათ არ სურთ თქვენთან კომუნიკაცია, თითქოს ბოლოდროინდელი განცხადებებით ეს აზრი აღარ იქნება. არა, ნახოთ ჩემთან კომუნიკაცია იმას რომ სურდეს, რა პრობლემაა ჩემი ტელეფონის გაგება. ეს არაფერს შუაში არ არის, უბრალოდ ეს იმდენად მე ხო გითხრა ანა წითლიძე ამ შემთხვევაში იცით როგორ არის? ანა წითლიძემ ჩემთან გადაცემაში, მათ შორის ამ კოალიციის წევრებზე ნათქვამი აქვს, რომ ისინი უბრალოდ ქოცები არიან. ესმით? და მე როგორ შეიძლება მეპატიჟებოდეს ვინმე ქოცების კოალიციაში. და ამიტომ მე არათანმიმდევრულობას ჩემში კი ვერ ვხედავ. მე ვხედავ იმ ხალხში, რომელსაც ზუსტად იციან კაცორეს ქოცების კოალიციაა. და ქოცების კოალიციაში რატო შეიძლება მე მეპატიჟებოდეს, შენ უნდა გამორბოდე იქიდან. და მე ვურჩევდი მაგალითად ანა წითლიძეს, რომ პირიქით მიშას დაელაპარაკოს, რომ გაემიჯნოს ამ კოალიციას და გამოაცხადოს ისინი იმად, რაც ისინი არიან. ანუ ეს ხო არის იმ ხალხის ნაცების ერთობლიობა, რომელმაც მიშას უღალატეს. მიშას ახლა ვინაიდან ციხეში და სხვა გზა არა, გეუბნება რომ მე თქვენთან ვარო და გზავნილების სხვა არის ერთობა, გაერთიანებისკენ მოწოდებები. ვისი გააჩნია? მიხეილ სააკაშვილის ეს არის მისი მთავარი გზა. არა, ნუ რისთვის არა, ჯერ გაირკვა ის საკითხი, საიდან ფული გვარამიას წინ არჩევნებზე? გაირკვა ეს საკითხი? კონცენტრების ფული ხარჯებოდაო პოლიტიკურ პარტიებში, რო იძახიან. ხალხი როზე ციხეში, მათ შორის მაღალჩინოსნები ამ თემასთან დაკავშირებით, რომელი პარტიები ფინანსდებოდნენ? შემთხვევით ისინი ხო არა, იქ რუიანში რო არიან, თუ ცხრიანში რაც არის, იმაში არიან მოგროვილები. მე ხო არ ფინანსდებოდი. ხო და სანამ არ დაინტერესდები, რომ ვიღაცა გეტყვის, რომ აი კონცენტრების ფულით ფინანსდებოდნენ პარტიები. და თუ არ დავინტერესდი, რომელ პარტიებზეა საუბარი, იქნებ დღესაც ფინანსდება, იქნებ კონცენტრებიდან თუ ფინანსდებოდა, ისეთი კომპრომატები არსებობს, რომ ბოლო წუთას ამაფეთქონ. მე მაგიტო ვეძახი ამას ტიტანიკს. იმიტომ რომ ამისაფეთქება სულ შესაძლებელია, ყველაზე კომპრომატები გაქვს სხვადასხვანაირი. როგორც გინდა არჩევ ასეთი თუ ისეთი. და ბოლოს თქვენს პოლიტიკურ ძალას რა გეგმა აქვს, აი ახლა რა ტაქტიკა, რა სტრატეგია აქვს შემუშავებული? პირველი ხალხს ვეძებთ და ვეძებთ საშუალებებს, როგორ ავუხსნათ ადამიანებს, რომ ამ ქვეყანაში რა პოლიტიკური ლანდშაფტიც ჩანს, ეს არის მატრიცა, რომელიც გადყურებს, რეალობა სხვანაირია. და თუ გინდა რომ რეალობა დაინახო, მატრიციდან უნდა გამოხვიდე, აი ფილმი როა მატრიცა, ხო იცით, უნდა გამოხვიდე და სხვანაირად შეხედო ამ რეალობას. აი მე რა რეალობასაც დაინახავ, აი ეს რეალობა იქნება ნამდვილი. ხო და რა ხალხს ვეძებთ პირველ რიგში, ინვესტორებს ვეძებთ ადამიანებს, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობა უნდათ. და ვემზადებით იმისთვის, რომ ხალხისთვის კიდევ უფრო მეტად გასაგები გავხადოთ ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ გავაგებია. ნუ არჩევნებში ეს იქნება ვადამდელი თუ დაგეგმილ დროს 2028 წელს მონაწილეობა გადაწყვეტილი გაქვთ. მაგრამ ხომ არ ეძებთ თქვათ მომავალ პარტნიორებსაც შეიძლება მარტო იქნებით? თქვენ ვისმენთ. წინა შემთხვევების მსგავსად, ნუ არ ვიცი ახლა თქვენი. თქვენ ხო იცნობთ. აი მაგალითად არის ლელო ცალკე არის გახარია საქართველოს ცალკე. ლელო არის არარსებული პარტია, რომლის ლიდერის გაქცეულია ქვეყნიდან. ასევე გახარია. შესაბამისად ესენი ვერ შექმნიან ვერანაირ ეგზისტენციალურ საფრთხეს ქართული ოცნებისთვის. ამიტომ ვიძახი მე, ანუ ეს ხო ერთი აქ დანარჩენი კიდე პარტიებია, რომელიც ვითომ პარტიებია ფურცელზე. მაგრამ შინაარსობრივად არანაირი პარტიები არ არის და არანაირი ძალა მაგათ არ გააჩნიათ, რომ ქართულ ოცნებას რამე პრობლემა შეუქმნან. ამიტომ ვუშვებ, თავი არგუმენტი სინამდვილეში ეს არის, რომ აწყობს ქართულ ოცნებას არჩევნები. აწყობს მანამდე მათ შორის სანამ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და ომი არ არის დამთავრებული და ჯერ კიდევ შეიძლება ხალხის შეშინება აბა ომი იქნებათი. და აქედან გამომდინარე მე მოუწოდებდი საზოგადოებას ვინც გვიყურებს, რომ მოდის შევხედოთ ამას, ცოტა ხანი შევხედოთ, თუ არ იქნება ხო არაფერი არ დაზიანდება ამით, მე თუ ვერ გამოვიცანი. მაგრამ ამ წელს შევხედოთ როგორც საარჩევნო წელს. და მოდი სერიოზულად მოვიქცეთ მართლა, კრიტიკულად შევხედოთ ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იმიტომ რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით, კიდევ ერთხელ ცდიან ამის უკან შემოგდებას. და უკვე მეოთხე შემთხვევა
იქნება და უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნება მე 4-ჯერაც რომ იგივე ვჭამოთ. დიდი მადლობა იაგო ხვიჩია, გირჩის ლიდერი, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში